დილამშვიდობისა საქართველოს უფლის ციხის ტერიტორიიდან მოგესალმებით. არაჩვეულებრივ ქალბატონთან ერთად ეს გახლავთ ნატალია კვანტალიანი, რომელიც არა მხოლოდ ტრაქტორს მართავს, არამედ უამრავ საქმეს, რომელიც მის ხელშია. კონკრეტულად სად მივდივარ და როგორია მისი ერთი დღე, თავად მოგვახსენებს. მოგესალმებით სრულიად საქართველოს. აი ამ შესანიშნავი ადგილებიდან, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს გადავწყვიტე, რომ შემეძინა ეს ქართლის საინტერესო მიწები და მნიშვნელოვანი რამდენიმე დატვირთვა შემეძინა მათთვის. ეს იყო სოფლის მეურნეობის თემანი, მეორე მეცხვარეობის და მესამე მიმეცა მაგალითი ჩემი თანამემამულეებისთვის დავთესეთ ჯერ კიდევ 270 ჰექტარი რაოდენობის ხორბალი. როგორ ასწრებთ ამ ყველაფერს და რა გაძლევთ ძალას? ძალას ჩემი ქვეყნის სიყვარული. სურვილი მაქვს ხორბალი, რომლის შემდეგაც ნამჯა გამოიმუშავება, ის არ მოეცეს დაწვას და ის ნამჯა იქნას გადამუშავებული და ზუსტად ამ ტერიტორიაზე კონცეფცია მუშავდება, რომ ტურისტული კომპლექსი გაკეთდეს მხოლოდ ნამჯის სახლებით, ეკოლოგიურად სუფთა. აი ზუსტად ეხლა რომელ ადგილზე და ჩვენი მყოფებით, რამაც განაპირობა ამ ტერიტორიის კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი პროექტი დატვირთვა, ეს არის უფლის ციხე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროექტში ხართ თავად ჩართული და ყველა მონაწილეს ამ პროექტის, რომელიც შორის არიან ცხვრები, სოფლის მეურნეობასაც შევეხეთ ხომ? პირადად აკონტროლებ ყოველ დღე, მინდა რომ გავიცნო ეს თქვენი ფარა, რომელსაც ასეულებს. მოკლედ ძალიან მხიარულ ამბავში ვარ, ქალბატონ ნატალიასთან ერთად. აი, რამდენი ხანია რაც ხვარში ხარ? 12 წელია, უკვე 12 წელი ამ საყვარელ საქმიანობას მოვკიდე ხელი. და ჩემთვის დიდი თერაპია, ყველაზე დიდი გრძნობა. განცდა, ნახეთ რა ლამაზები არიან. ზოგადად ცხვრებს ხო ძილის წინ ითვლიან, მაგრამ ჩვენ დილას დავითვალოთ, მაგრამ თან გადავამოწმოთ რაოდენობა, რამდენ ცხვრს ხედავთ ახლა კაცში? ეხლა სულ ეს რაოდენობრივად ეს მხოლოდ ერთი ფარაა ჩამოსული, რომელიც 500-მდე იქნება. თოლის შედეგად 1000-მდე ავედი, 1000-მდე ავედი. მინდა გაგაცნოთ ჩემი მეცხვარეები, რომელიც მოვდივართ წლებია და ესტაფეტა ჩვენ შვილებს ჩვენი მომავალ თაობას გადაცემ. ბატონი გივი, რომელიც რამდენადაც ვიცი 50 როგორ ხარ 50 წელია ცხვარშია თავისი ოჯახით. ყველაზე ჯიუტი ცხვარი დამანახე. რა ცხვარი? ჯიუტი რო არ გემორჩილებათ. აბა რა ვიცი რომელი ბაჩვილი ზოგი არის ეგეთი ზოგი. აი მაგალითად გვერდებზე რო გადის განზე ეგენია ეგეთი ცხრები არის ეგეთი ცხრები. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დიდი ხანი ამ ხედით ვერ დავტკბებით, რადგან ერთ ქარხანასაც უნდა ვეწვიოთ, ხო? სადაც რადგან დასავლეთში მაქვს ხოლმე ესეთი ტრადიცია და რომელ მხარედაც მოვდივარ და ვინაიდან დილა დავიწყეთ გორის რაიონით, ჩვენ ახლა თბილისში ჩასვლამდე კიდე გზად ერთი ქარხანასაც შევუვაროთ. აი ამ უზარმაზარი ქვებისგან რა უნდა მივიღოთ ეს თქვენ დამეხსნა. ეს ქვა არის ბაზალტის ქვა, სადაც მარნეულში მოიპოვება და სადღაც წიაღისეული 1 მილიონი კუბის მოპოვების ლიცენზიის ქვეშ არის ეს ქვები მოპოვებული. ბაზალტიდან გამოიყოფა როგორც მოსაპირკეთებელი ფილები, რომელიც ჭარბად მინდა ჩემ პროექტში გამოვიყენო და ქვაფენილებისთვის, ბარდიულებით, აგრეთვე ქვიშა და ბევრი რამ სახეობა. საქართველოს ბუნება ძალიან მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. მოკლედ ქვაც დავამუშავეთ, რომ გიყურებთ მართლა რკინის ქალი ხართ. რას ეტყოდით ხვებს, რომელიც სწორედ ახლა აპირებენ, რომ რაიმე თუნდაც პატარა საქმე წამოიწყო. აი ყველა ადამიანში ძალიან დიდი პოტენციალია. ყველას ურჩევდი დაიწყოს ერთი ნაბიჯი, რომელსაც მოყვება მეორე, მესამე და ასე შემდეგ. მე წარმატებულ დღეს გისურვებთ, რა თქმა უნდა თქვენ და ჩვენ მაყურებელს, რომელიც ახლა გვიყურებს და ვფიქრობ, რომ ეს ქალბატონი არაჩვეულებრივი მაგალითია იმისთვის, რომ შეუძლებელი არაფერია. წარმატებები.